დიდი ჰონორარის სანაცვლოდ ნებისმიერ როლს ათანხმებოდით? არა. როგორ არის? რა გითხრათ, ბევრნაირ ალბათ. მაგალითად? თუმცა მაგალითად ჯერ ერთი ახლა შეიძლება მგონი არ არის დიდი მომცემ, მაგრამ მე ის რეჟისორი არ მომწონდეს, თვლიდე რომ არ არის ის ღირსი რომ მე მის ფილმში ვითაბაშო. ну რა თქმა უნდა პატარა იუმორით, მაგრამ მართლა ასეა. იცით რა გააჩნია არის რაღაც სცენები სექსუალური, გააჩნია ყველაფერს როგორ გადაღებულია, ესთეტიურად თუ ლამაზია, თუ გააჩნია ვინ იღებს, ხა დიდი რეჟისორი თუ იღებს და საინტერესოდ იღებს, იქ უფრო რთულია არის თქმა, მაგრამ ну მე მაინც ესე ვარ გასტილი რომ რაღაცებს არ უნდა დავთანხმდე. ეროტიკული სცენების გადაღებისას დუბლიორი გამოგიყენებიათ? რა თქმა უნდა. ყოველთვის? იცით რა, ერთხელ იყო, მგონი მეტი ახლა ესეთ ეროტიკულ სცენებში დიდად არ მიმიღია მონაწილეობა. ერთი იყო ბატონი დათო ჯანელიძის სერიალი იყო მტრის გემო. სადაც მე თამაშობდი მთავარ როლს და თავიდანვე შევთანხმდით რომ რაღაც სცენები არ იქნებოდა. არც დუბლორით, არც დუბლოროთ. ну რაღაცებზე დავთანხმდი. სუბუქ ასე ვთქვათ, ეროტიკაზე და მე შემდეგ რომ დავამთავრეთ, ვნახე, თუმცა მაინც გადაუღია და უყოთ დუბლორის მეშვეობით. რაღაც პირველ მომენტში გაბრაზდი. ხო და მე რა ვიცი, ეთყობა ესე იყო საჭირო რომ ესეც ჩათვალა. იცოდა რომ მე არ ვითამაშებდი იმ სცენებს. რას მიიჩნევთ საკუთარ ნაკლად? საკუთარ ნაკლად პირველ რიგში მივიჩნევ იმას, რომ ამ ბოლო დროს გავხდი. ყოველთვის ვიყავი ემოციური, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებდი ჩემი ემოციების მართვას. იცით როგორ აი ახალგაზრდობაში ნაკლებად ვახერხებდი. მე რაღაც 30 წლის მერე ძალიან მომწონდა რომ ეს ვისწავლე ჩემი გრძნობების მართვაც, ემოციების და რაღაცნაირად მომწონდა ჩემი თავი, უფრო თავშეკავებული ვიყავი. ეხლა ეს ბოლო რაღაც რამდენიმე წელია ისევ ხელიდან გამისყლდა ეს ჩემი ემოციები და ცოტა ეს არ მომწონს, გავხდი უფრო ზედმეტად ემოციური, ცოტა შეიძლება უფრო აგრესიულიც. არ მომწონს ეს. როდის გამოხატავთ აგრესიას? რა თქმა უნდა, ესე არ გამოხატავ. გამოხატავ მაშინ, როდესაც რაღაც არ მომწონს ამა თუ იმ ადამიანების საქციელი, მაგრამ მაინც ვთვლი რომ ისინი რომც არ იყვნენ მართალი და ცუდ საქციელს ჩადიოდნენ. მე უნდა მეყოს იმდენი სიბრძნე რომ ესე პირდაპირ ღიად არ გამოხატო ჩემი ემოცია და აგრესია. რამე გაგიფუჭებია წყობიდან გამოსულს? ну ალბათ. ურთიერთობა? რა თქმა უნდა. ვეღარ აღადგინეთ? არც მქონია სურვილი აღმადგინა. გრძნობების მართვა შესაძლებელია? რა თქმა უნდა არის. თუმცა ალბათ ყოველთვის არ არის საჭირო რომ მხოლოდ აქედან მართო. ხან მე მიუშვებიდაც. ცხოვრება სიყვარულის გარეშე. სიყვარული მე ძალიან მეყვარს სიყვარული, ძალიან კარგია. ბევრად უფრო საინტერესოა ქალი თუ კაცი, უფრო ლამაზია, დღეს სხვანაირად იწყება. ხაცა როგორ გითხრათ, ძალიან ხშირად თვალებზე ეტყობათ შეყვარებულ ადამიანებს, სხვანაირად ანათებს. სხვა ტემპერატურა გაქვს, ალბათ სიცხე ცოტა მეტი გაქვს, როცა შეყვარებული ხარ. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, ძალიან კარგ ადამიანს, რომლებიც მთელი ცხოვრება ცხოვრობენ ისე, რომ დიდი სიყვარული არ აქვს განცდილი. თქვენთვის წარმოსადგენია ცხოვრება სიყვარულის გარეშე? ну წარმოსადგენი შეიძლება ბევრი რამეა, მაგრამ ჯობია სიყვარული ცხოვრება. ცხოვრება მამაკაცის გარეშე. იყო ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ტრაგედია, როდესაც მე ჩემი მეუღლე დავკარგე, ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ 20 წელზე მეტია უკვე დღესაც რო ვიხსენებ მას, მშვიდად ვერ ვიხსენებ. და მეგონა რომ ცხოვრება დამთავრდა. თუმცა მე ნელ-ნელა ვისწავლე მის გარეშე ცხოვრება. რთულია, მაგრამ ხო, ალბათ შეიძლება. რა თქმა უნდა. ეს ის ტკივილია, რომელიც წლებმა ვერ გააკრო? ვერა, თქვენ წარმოიდგინეთ, უბრალოდ სადღაც დავმალე, რომელიღაცა კარებების უკან და ვცდილობ ხოლმე, რომ ამაზე არ ვიფიქრო. ვსწავლობ შემდეგ შენ რაღაცნაირად ამ ტკივილით ცხოვრებას და შეიძლება არაფერი არ გეტყობოდეს. მაგრამ ის ტკივილი შენთან ერთად არის. სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის?
იცით რა, სხვადასხვანაირად არის. მე ხო ვიქნებოდი უჭკუო, რომ მე თქვა, რომ ხო ერთხელ მოდის. ან მე თქვა, რომ არა, ბევრჯერ სხვადასხვანაირად ხდება, იცით? ქორწინება სიყვარულის გარეშე. მე ძალიან ბევრი ვიცი ესეთი ადამიანები. ხა აღარ ვამბობ, რომ წამიკითხავს, მინახავს ნაწარმოებებში, ცხოვრებაშიც მინახავს. ძალიან კარგი ოჯახები და დიდი სიყვარული არა აქვს. მე ძალიან კარგად, სტაბილურად ცხოვრობენ. ადამიანი, რომელთან ურთიერთობასაც ნანობთ. ნუ არის რაღაცები, მქონია ცხოვრებაში კი. პირად ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის სურვილი გაგჩენიათ? ნუ რაღაცებს პატარ-პატარებს შევცვლედი და ძირითადად და მნიშვნელოვანს არა. ნუ ყველა ადამიანი ძირითადად ალბათ ესე ამბობს, მეტნაკლებად. ჩემი ცხოვრების ნარკოტიკი. ნუ რა თქმა უნდა, ჩემი შვილი და შვილიშვილი, რაზეა ლაპარაკი? და ისევ ჩემი პროფესია, ჩემი თეატრი პირველ რიგში. ნარკოტიკი გაგისინჯავთ? არა, მარიხუანა გამისინჯავს და ალბათ ნარკოტიკია ეგეც. ნარკოტიკია. ხო, რა თქმა უნდა. გამისინჯავს კი მარიხუანა. ალკოჰოლთან როგორ დამოკიდებულება გაქვთ? შვენიერი. არა, ნუ როგორ გითხათ ხა შვენიერი, კარგი გემრიელი სასმელები მიყვარს. შამპანიური მიყვარს. კოქტეილებიც მიყვარს გემრიელი. მაგარი სასმელები და მიყვარს ტეკილა. მაგრამ იშვიათად სვამ. იყო პერიოდი უფრო ხშირად სვამდი, მქონდა ეგეთი პერიოდიც, უკვე მოგიყევით მძიმე პერიოდის შემდეგ. არ ვნოთობდი, მაგრამ უფრო მეც სვამდი, ვიდრე ჩვეულებრივად. ეხლა ძალიან იშვიათად სვამ, იმიტომ რომ რა ვიცი, აღარ მსამნობს ისე ხშირად. ისე დამთვალ ხართ, რომ მეორე დღეს არაფერი გსვამებოდათ? კი. სამწუხაროდ მქონდა 1-2 ჯერ მსგავსი ამ ცხოვრებაში. რთული დილა იყო? ძალიან. მეგობრებს ეკითხებოდით, რა მოხდა წინა საღამოს? კი. არის შანსი, რომ თქვენზე გაცილებით უმცროსი მამაკაცი შეგიყვარდეთ? ნუ გაცილებით რამდენით გააჩნია? 10. 10? შეიძლება. 15? ბევრია. შეყვარებიათ უმცროსი მამაკაცი? ნუ ახლა არ ვიცი, შეყვარებია ესეთი სიტყვა. მომწონებია დავარქვათ ასე. ქალს თქვენთან ფლირტი უცდია? ახალგაზრდობაში მქონდა მომენტი, რომ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი სხვათა შორის და თავიდან ცოტა გაოგნებული ვიყავი. რაღაც უცნაურ ყურადღებებს იჩენდა ჩემზე ბევრად უფროსი ქალი და ნუ მივხვდი მე რაშიც იყო საქმე. ერთი იყო უცხოელი ქალმა ფლირტი არ ვიცი, მაგრამ აი ვიგრძენი რაღაცა დიდი მოზღვება და რაღაცა მაფრთხობს ხოლმე უფრო მეტად ვიდრე ხა რაღაც როგორ გითხრათ, მაშინებს მსგავსი და უფრო ვიდრე მამაკაცის ზედმეტი ყურადღება. ალბათ ნორმალურია ეს. ამ ქალბატონმა სიყვარული აგიხსნათ? დაახლოებით. როგორი რეაქცია ჰქონდათ? იქვე დამთავრდა, რა თქმა უნდა, ცოტა შემეშინდა, მართლა შემეშინდა. სექსი სიყვარულის გარეშე გამართლებულია? ჩემთვის არა. ყველაფერი ხდება. ძუნწი მამაკაცი? საშინელებაა. ბევრჯერ ქონიათ ასეთთან შეხება? არა, ბევრჯერ ნამდვილად არ მქონია, მაგრამ მქონია შეხება და ძალიან ცუდი სანახავია. ადამიანი, რომელმაც ფეხი დამიდო? ფეხი დამიდო და გადავხტები. ყოფილი ბალერინა ვარ. ქონიათ რეალურად ასეთი შემთხვევა? კი, რა თქმა უნდა, მქონია და არაერთხელ და გადავხტარ ვარ. ძალიან ისე. რთულია გადაბიჯება. გრაციოზულად. გადახტომას თუ არ ჩავთვლით, რთულია გადაბიჯება. ფეხს ცოტას მიუჭრიდა. პროფესიას უკავშირდება ბუნებრივია. ასაკისმატება გაშინებთ? იყო პერიოდი, როცა ვამბობდი, რომ არ მაშინებს. მაგრამ ალბათ ახლა ტყუილი იქნება, რაღაცა შიშიდან ახლავს ამას, რა თქმა უნდა. იცით, მდეჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო. და რაღაცა პერიოდში აღარ უნდოდა ქუჩაში გასვლა. იმიტომ კი არა, ის დაუშნოდა პირიქით. ეს იყო საოცრება, ფანტასტიკურად გამოიყურებოდა საკმაოდ სოლიდურ ასაკამდე. ერთვენ ერთ დღეს თქვა, რომ ქუჩაში რომ გავიარეო, ყურადღება აღარ მომაქციესო, ნაკლებად მომაქციესო და ესო ძალიან მტკივნეული იყო. თქვენთვის რომელი უფრო სასიამოვნოა? კომპლიმენტი როგორც ქალისთვის თუ კომპლიმენტი როგორც მსახიობისთვის? რა თქმა უნდა, როგორც მსახიობისთვის. გულწრფელი ხარ? გულწრფელი. ფარხმალი დაგიყრიათ? ზამეთყობა რომ ფარხმალი დამიყრია. ოდესმე? აი, როდის იყო ჩემთვის ფარხმალის დაყრა და მე რო ვიხსენებდი ამას, ცოტა შეცრწუნებული ვიხსენებდი. დაახლოებით 15 წლის ვიყავი ბათუმში, ჩემ ოჯახთან ერთად. და საკმაოდ კარგად ცურავდი.
ეხლაც არა უშავს და მამა ჩემი ძალიან კარგად ცურავდა საოცრად და საკმაოდ დიდ ტალღებში შევცურეთ. რაღაცა მომენტში უცბად ტალღამ გადამიარა და ჩამოთვლია. ვიბრძოდი ძალიან ბევრს და მახსოვს ის წამი, როდესაც ვიფიქრე, რომ ეტყობა ყველაფერი დამთავრდა და ძალა აღარ მქონდა, რომ მებრძოლა და დავყარე ფარხმალი აღოდ მართლა. უბრალოდ მამა ჩემი აღმოჩნდა საოცრება მართლა, რომ გრძელითმები მქონდა და ეთმებით ამომათრია და გადამარჩინა. მეტი არ მახსენდება ფარხმის და ყველაზე ხშირად რა გესიზმრებათ? უფრო ხშირად ჩემი ძველი სახლი, ბებიაჩემის და ბაბაჩემის სახლი მესიზმრება ხოლმე, რომელიც თავისუფლების მოედნის და ლესელიძის კუთხეში იყო. ძალიან ხშირად მესიზმრება. ფულზე გითამაშიათ? კი, ორჯერ. რამდენი წააგე? ერთხელ $500 წავაგე. აქ არა საზღვარგარეთ და მე ვცდილობ რომ არ ვითამაშო. თუმცა ძალიან აზარტულია. მეორედ მოიგეთ? არა, მეორედაც წავაგე. რამდენი? მეორე ნაკლები. აზარტული რაში ხარ? საერთოდ აზარტული ვარ ცხოვრებაში, ყველაფერში. და კარტის თამაში მიყვარს. მეგობრებთან ერთად. ჯოკერი. იყო დრო ბრიჯს თამაშობდი ჩემი მეუღლესთან და მის მეგობრებთან ერთად. და ძალიან მიყვარდა. ყოველ პარასკევს ველოდებოდი რომ მეთამაშა ბრიჯი. მაგრამ დამავიწყე, ძალიან რთული თამაშია და რო წლები აღარ თამაშობ მე. ეხლა კმაყოფილდები ჯოკრის თამაშით. ახლობლისგან უმადურობა გამოგიცდიათ? კი, როგორ არა. ეს ხო სიბრძნეა, რაც უფრო მეც გაუკეთებ ადამიანს ძალიან ხშირად. მე ნაწყენი რჩება რაღაცას პატარას ისე თუ ვერ გაუკეთებ. ცურვა დინების საწინააღმდეგოდ. ხო. კი, მიცურია დინების საწინააღმდეგოდ. ხშირად გიწევთ ასეთ ცურვა? არა, ალბათ არა, არ ვიქნები გულწრფელი თუ ვიტყვი რომ ხშირად. შეცდომა რომელმაც ცხოვრება გასწავლოთ. ხო. აი ეგ ძალიან რთულია შეცდომა. ხან წლები გადის და მაინც ვერ ხვდები ეს შეცდომა იყო თუ პირიქით. ერთი განსაკუთრებული შეცდომა ამ კითხვაზე გაგახსენდათ? გამახსენდა, კი, მაგრამ აი დავიწყე იქიდან რომ მე არ ვიცი ის შეცდომა იყო თუ არა. ამიტომ არ ვიტყვი. რას უკავშირდება მას მაგას ვიტყვით? კარგით, მაშინ სხვას ვიტყვი. ის რაც გავიფიქრე, ის პირაც უკავშირდებოდა. ხანდახან არის რომ ადამიანთან შეცდომა რომ იმეგობრო. მე არ გულისხმობ სასიყვარულო ურთიერთობას. შენ მეგობრობ ადამიანთან და შემდეგ ეს შეიძლება შენ საწინააღმდეგოდ მეტყველებდეს და არასწორად გაიგოს ან იმ ადამიანმა ან გარშემო მყოფებმა და ამას შეიძლება ტკივილი და უსიამოვნება მოგიტანოს და შენ ამ დროს აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე ფიქრობ თუ შეიძლება. ცილისწამების ხორბლი გამხდარ ხარ? კი, გამხდარ ვარ. როგორია? აბსოლუტურად უსაფუძვლო, რომელიც თან საშინელებაა რაღაც რომ ბევრჯერ არა ვერ მოგატყუებთ, მაგრამ მქონდა ცხოვრებაში მსგავსი რამ, რომელიც აბსოლუტურად იყო საფუძველს მოკლებული და მჭირდებოდა მტკიცება იმისა, რომ ეს ესე არ იყო. მამაკაცთან მეგობრობდით და რეალურად სხვანაირად ეცელებოდით. არა აქვს მნიშვნელობა, ხარ გვიდეს და კონკრეტება, მაგრამ აი ეს საშინელება, როდესაც გიწევს ადამიანს მტკიცება, რომ ეს ესე არ იყო. თუმცა ბევრჯერ ვთქვამთ, რომ ჯობია არ ამტკიცო რაღაცო, მაგრამ ნუ ადამიანები ვართ, თუნდაც იმ ახლობლებთან შენ გიწევს შემდეგ რაღაცის მტკიცება, რომ ესე არ არის და ესეა. კოლეგებთან თუ გქონიათ კონფლიქტები? არა, სხვათაშორის. დამტკიცებულ როლზე უარი ვთქვამთ? კი. და არაერთხელ. და რეაქცია არ ქონდათ ამაზე? რა თქმა უნდა, პირველად როცა ეს მოხდა, ეს თეატრში მოხდა. იმდენად იმოქმედა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მე უნდა მეთამაშა ის როლი, დავარი როლი. და როდესაც მოვედი თეატრში დილას, გამოკრული იყო განაწილება და მე არ ვიყავი. ავედი ჩემს ოთახში, ჩავიკეტე. უკაცრავად, მაგრამ შევედი სააბაზონო ოთახში, თეატრში, დიდხანს ცხელი წყლის ქვეშ ვიდექი. რა თქმა უნდა, ამას მოყვა ცრემლებიც. შემდეგ გამოვედი, მაკიაჟი გავიკეთე და გაღიმებული ჩავედი. თვევით. ძალიან მდგენეული იყო. მეორედ როცა მოხდა მსგავსი რამ. უკვე რაღაც უფრო ფილოსოფიურად შევხედე, უფრო ბრძნულად და ალბათ ტკივილი იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი თავზარდამცემი არ იყო ეს ტკივილი.
და მიზეზი რა იყო? გარკვიეთ? არა, ეგ არავინ არ იცის. ნუ, იცით რა, ამას ვერ რეჟისორს მოუნდა უფრო ახალგაზრდა და უფრო ახალი სახე. და თქვენს კოლეგასთან გიცდიათ საუბარი, ვინც ამ როლზე დაამტკიცა? არა, რა თქმა უნდა. სახეობის პროფესიის არჩევა გინანიათ? თქვენ წარმოიდგინეთ არასდროს. მიუხედავად სირთულეების. არა, უბრალოდ მქონდა რა მომენტი, იცით? მე ქორეოგრაფიული სასწავლებელი დავამთავრე, მე მგონი ყველა ვიცის ეს. ვახტანგ ჭაბუკიანის სტუდენტი ვიყავი, ახლა თუ ვიტყვი საყვარელი, იმდენი წლები გავიდა, რომ უკვე არ მერიდება და ძალიან კარგ კარიერას მიწინასწარმეტყველებდნენ თავად ბატონი ვახტანგიც და სხვაებიც. და აი უცბად ბოლო მომენტში გადავწყვიტე, რომ თეატრალში ჩამეპარებინა. ნუ ყველა გაუგნებული იყო, ჩემი მშობლებიც, პედაგოგებიც, გარშემო ყველა ვერ მიხვნე რატო გავაკეთე ეს და აი მერე უკვე როცა რა წლები გავიდა და რაღაც ისე არ მიდიოდა, რაღაც ტკივილი მქონდა, ან მე თვითონ არ მომწონდა ჩემი შესრულებული როლი დრამატულ თეატრში თუ კინოში, აი სტივდებოდა რომ იქნებ, ჯობდა რომ გავყოლოდი ჩემს პირველ პროფესიას და ბალერინა ყოფილიყავი. და ეს მაწვალებდა ბევრი წლები. ყველაზე რთული პერიოდი თქვენ ცხოვრებაში. მაინც რთული მე ვთვლი რომ როდესაც შენთვის რაც არ უნდა იყოს გარშემო, არ სიღარიბე, რაღაც არუმატებლობა, ტკივა შენ ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცნაირად ვლახავ ამას ყველაფერს. ყველაზე მძიმეა, როდესაც ყველაზე ძვირფას ადამიანებს კარგავ და სამწუხაროდ მე ბევრი დავკარგე უკვე. ბევრი ადამიანები ბოლოს მეუღლე, მამა, მანამდე ბებია, ბაბუა, რომლებიც ჩემთვის ძალიან ძვირფასები იყვნენ, მეგობრებიც და ბოლოს დედა ძალიან მძიმე იყო. ყველაზე მძიმეა ხოლმე ადამიანების დაკარგვა. უბრალოდ ძალიან მენატრებია ის. წარე სიმართლე თუ ტკბილი ტყუილი? მე მიყვარს ხოლმე მწარე სიმართლე, თუმცა შეიძლება ვწდები და რაღაც მომენტში ჯობია. არა, მწარე სიმართლე მერჩევი. მოტყუებია თქვენთვის? თუმცა მე თვითონ შეიძლება სხვა ადამიანისთვის რაღაც არ მithქვამს, ან შელამაზებულად მithქვამს. მართლა ესეა, რომ გული არ სტკენო და არ მიყვარს ხოლმე ადამიანს რომ გული ვატკინო. მართლა არ მიყვარს და ამიტომ შეიძლება ხანდახან პატარა ტყუილიც გამომდის. შვილის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარეულ ხართ? ნამდვილად არ ჩავრეულ ვარ. მირჩევია. ახლა მე არ გულისხმობ იმას, რომ დავუშვათ სადღაც რომ მიდის პიჯაკი, მინდა რომ ჩაიცვას და ნუ ის არ იცვამს პიჯაკს. ყოფილა ჩავრეულ ვარ. მე რა თქმა უნდა თავი დამინებებია, მაგრამ უფრო აქტიურად, რომ ნუ სადღაც ისეთ ადგილას მიდის, რომ მე ვთვლი, რომ უნდა იყოს ესეთი ჩაცმული. მირჩევია. და რაც შეეხება უფრო სერიოზულში, არაფრით არ მინდა რომ ჩავერიო და არ ჩავრეულ ვარ, იმიტომ რომ ჯერთი დავიწყოთ იქიდან, რომ არავინ იცის. ვთქვათ, რა ჯობია და რა არა და არც მე ვიცი. ის მისი ცხოვრებაა და ჯობია რომ მან გადაწყვიტოს, რა თქმა უნდა. შვილთან ურთიერთობაში შეცდომა დაგიშვიათ? ნუ რა ვიცი, ალბათ ამიშვია. თუმცა ალბათ დიდი შეცდომა არ დამიშვია, იმიტომ რომ რა ვიცი, როგორც ამბობენ, ძალიან კარგი ყმაწვილია, კარგი ადამიანი, საქმიანი, ხომ გამომივიდა ჩემს შულს ვაკებ, მაგრამ მართლა კარგი ადამიანია, კაი ვაშკაცი, სიამოვნებს ამის თქმა. და ფაქტიურად გამოვიდა, რომ ნუ მარტო არა, დედაჩემთან ერთად, მაგრამ ქალებმა გავზარდეთ ძალიან ცუდ დროს. ომების შემდეგ, 90-იანი წლების ბოლო ცუდ დროს. დედამთილი მარინა კახიანი. რა ვიცი, როგორც ჩემი რძალი ამბობდა, ძალიან კარგი დედამთილი ვიყავი, ასე ამბობდა. იცი რა, დედამთილი არ ვიყავი, ეგოც მართლა ვიყავი, მეგობარი ახლო და რა ვიცი, დღესაც ვარ მე მგონი. უმაკიაჟოთ. უმაკიაჟო ძალიან ხშირად დავდივარ სხვათა შორის. არ ვიცი, ჩემი მეგობრები ამბობენ, ახლა რამდენად ესე არ ვიცი, რომ უმაკიაჟოთ უფრო პატარა შეხედულება გაქვს და უფრო გიხდებაო. უფრო ნაზიხარო, ასე ამბობენ. თითქოს რომ ვიღებავ თვალებს, უფრო ის ხდები მკაცრი და რაღაცნაირი, არ ვიცი, ხა ზოგი ჩემი მეგობრები ასე ამბობენ და მე ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში მე ვთვლი, რომ არის ადგილები, სადაც უნდა იარო მაკიაჟით, აუცილებლად, როგორც დრესკოდი ესეა. თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც მოვლილი გარეგნობა გაქვს უფრო. როდესაც უმაკიაჟოთ ხართ, უფრო ხშირად გეუბნებიან კომპლიმენტებს.
გააჩნია ალბათ შიგნიდან როგორი განწყობა მაქვს. შეიძლება ხანდახან იცით სულ არ იყო ძალიან მოვლილი და გაპრანჭული, მაგრამ შიგნიდან ასხივებ და ამას ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ჰარმონია. ხშირად არის ჰარმონია თქვენ ცხოვრებაში? ხდება, როგორა მე მქონია ჩემს ცხოვრებაში რამდენჯერმე ალბათ, მაგრამ ისე რომ შენ იყო კმაყოფილი აი იმ ეტაპზე შენი პროფესიით, საკუთარი თავით, შენი ოჯახით. იშვიათად ხდება ყველაფერი ერთად პირადიც და ასე ვთქვათ სამსახურეობრივიც. თუმცა მსახიობისთვის სამსახური ცოტა ცუდი სიტყვაა. საყვარელი მამაკაცი საჭიროა ჰარმონიისთვის? რა თქმა უნდა საჭიროა. თუმცა ხანდახან ალბათ მე როდესაც უშლის გავს, ხანდახან. მაგრამ საჭიროა. პოპულარობა უარყოფითი რა მოგიტანათ? ხანდახან გინდა უბრალოდ ისე იდნო შეტყვის თუნდაც ქუჩაში, რომ არავინ არ მოგაქციოს ყურადღება და იფიქრო შესცხოვრებაზე, წარსულზე თუ მომავალზე, სადღაც წახვიდე, ეს ყოველთვის არ ხდება, ვიღაცა მოვა გიცნობს და გელაპარაკება. თუმცა ხანდახან ეს როგორ გითხრათ, საჭიროა შეიძლება, რომ აი დეპრესიაში რო ხარ და შენ გინდა რომ მარტო იყო და მარტო ისე ინო, ვიღაც ადამიანი შეიძლება უცხოურწვათ მოვიდეს და ისეთი რამდენიმე სიტყვა გითხრას, რომ რა უთქვამთ? მე არ მინდა მერიდება ამაზე ლაპარაკი, ბევრი კარგი რა. დეპრესიაში ყოფილიყართ? რა თქმა უნდა. თუმცა მე არასდროს ვაძლევდი ჩემ თავს უფლებას, რომ ეს დეპრესია ხანგრძლივი ყოფილიყო. ფუფუნებაა, იცით, ერთხელ ალბათ დეპრესია. გეთანხმებით? ხო. ბოლოს როდის იყავით? ალბათ ეხლა ვარ. პერიოდი გაქვს ასეთი? ხო, ასეთი პერიოდი მაქვს. როგორ გამოყავთ ხოლმე თავი? კითხულობ. ძალიან გამოვყავარ. საინტერესო წიგნს, კარგ ფილმს უყურებ. რა თქმა უნდა, მეგობრებთან ერთად. ყველაზე მეტად გულწრფელად რო გითხრათ, გამოვყევარ მაინც ჩემს თეატრს, ჩემს პროფესიას. კულისებში. კულისებში ხდება ყველაზე საინტერესო, ყველაზე დიდი ნერვიულობა, შემდეგ სიხარული, ან პირიქით იმედგაცრუება. რა გითხრათ, ახლა მსახიობი ხა შეიძლება ცოტა გადიდებულია, ესეთ გაზვიადებული, მაგრამ ნახევარ ცხოვრებას ალბათ კულისებში ატარებს. უფრო საინტერესოა კულისებს მიღმაცხოვრება? არა, მე სცენაზე მისჩევია. რთული პიროვნება ხართ? რა იცი, მე მგონია რომ არა. ყველა ადამიანს გონია ხო რომ ის არ არის რთული პიროვნება. თქვენზე არსებულ სტერეოტიპს ეთანხმებით? არა. რა თქმა უნდა. ამორალური. არა, ნამდვილად არა ვარ. რასთან ასოცირდება ესეთ? ნუ ხა ძალიან კარგად ვიცით რასთანაც. თუმცა ამორალური შეიძლება ბევრ რამეში იყოს. ადამიანი შეიძლება სულით იყოს ამორალური და ეს კიდევ არესია სხვათაშორის. როცა სცენაზე აღარ ვიდგები. მედი მაქვს რომ სულ ვიდგები ღრმა მოხუცებულობამდე. მაგის წარმოქმნაც კი არ მინდა რომ არ ვიდგები. გაშინებთ ამაზე ფიქრი? ვცდილობ არ ვიფიქრო. ყველაზე უხერხული რა უკითხავთ თქვენთვის? ვიცით რა გითხრათ, ყველა კითხვიდან შეიძლება გამოძრავ ამაზად. რაიმე არის თემა, რაც უხერხულობას გიქმნით? საუბარი ამ თემაზე. შეიძლება უხერხულობას მიქმნის, მაგრამ რაღაცნაირად გამოძრები. რამდენი პროცენტი იყო დღეს რეალური მეგობრებთან ინტერვიუს შედეგად? მე ვთქვი 99%. ძალიან დიდი მადლობა.